ახალაშენებულ კორპუსში ბინები კიდევ 45-მა ოჯახმა მიიღო. თითქმის ყველა მათგანი აფხაზეთიდან დევნილი ან სოციალურად დაუცველია. ოჯახები წლების განმავლობაში ბავშვთა ყოფილი საავადმყოფოს ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ. მიწის ნაკვეთი ჩუღურეთის რაიონში მერია მოიძია და მოქალაქეებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, ახალი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ახალმოსახლეებს გასაღებები პირადად თბილისის მერმა გადასცა. პროგრამა გრძელდება, გეგმაშია იმავე ავარიულ შენობაში მცხოვრები სხვა ოჯახების ახალი საცხოვრებლებით დაკმაყოფილება. ახალი მისამართი და სრულიად ახალი საცხოვრებელი ბინები 45 ოჯახს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ჩუღურეთის რაიონში პაატა სააკაძის ქუჩა ნომერ 19-ში მცხოვრები ოჯახები დღეიდან ახალ მისამართზე ოთარ კაპანაძის ქუჩა ნომერ 4-ში იცხოვრებენ. ხათუნა წულაია ერთ-ერთია, ვინც თბილისის მერიისგან ახალ კორპუსში ბინა მიიღო და რემონტის ფულიც მუნიციპალიტეტმა დაუფინანსა. აი 23 წელი ვცხოვრობდით იქ სვანეთის უბანში. ძალიან დანგრეულ, მინგრეულ შენობაში, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, სადაც ვიშოვეთ, იქ შევედით და ვიყავით იქ მართლა თავიდან შოქი, წყალი, ყველაფერი გვიჭირდა. მე რამდენი წლის მერე კი შეგვიყვანეს გაზი, მაგრამ მაინც დანგრეული შენობა და რაღაცა და გავძილით 23 წელი. უკეთეს პირობებში ვართ, ეხლა გადმოგწეს ახალი ბინები, რაც იქონდა მოგვიმატეს, თორემ მართლა არ დაგვაკლეს არაფერი ისე, რემონტის ფული ცალკე და ვართ ასე გახარებული. ეს ოჯახები ყოფილი ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ისინი ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არიან. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ პაატა სააკაძის ქუჩა ნომერ 19-ში არსებული შენობა ავარიული იყო და იქ ცხოვრება მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა. თბილისის მერიამ ამ ოჯახებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად პროექტის განხორციელება 7 წლის წინ დაიწყო. სახლი მხოლოდ კედლები და სახურავი არ არის. სახლი არის ადგილი, სადაც იზრდება შვილები. იქმნება ოჯახური ბედნიერება, სადაც ადამიანს აქვს უსაფრთხოების, სიმშვიდის და მომავლის განცდა. სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე მხოლოდ ბინების გადაცემის დღე არ არის. ეს არის დღე, როდესაც ათეულობით ოჯახს ეძლევა შესაძლებლობა ღირსეულ, უსაფრთხო და ადამიანურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ავარიულ შენობაში 18 ოჯახი ცხოვრობდა, მათგან 45 საცხოვრებელი ფართი დღეს პროექტ გარდენ ჰილში გადაეცა. 8 ოჯახმა კი ბინები დიდი ღომში მიიღო, 12-ს კი ფულადი კომპენსაცია გადაეცა. ასევე გარდა ბინებისა, მერია მიიღო მონაწილეობა რემონტის საკითხშიც, რადგან ძირითადად აქ ჩვენ ქონა შეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებთან და ძალიან მძიმე და რთულ პირობებში უწევდათ ამ ადამიანებს ცხოვრება ძველ მისამართზე და მერიამ ფაქტიურად გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი ფართები დააკმაყოფილა ეს მოქალაქეები, ასევე რემონტშიც მიიღო მონაწილეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა ადამიანი, მისი კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, ის დარჩენილი მოსახლეობა, რომელიც არის განთავსებული ჯერ კიდევ ამ საცხოვრებელ სახლში, უახლოეს პერიოდში მიიღებენ ახალ საცხოვრებელ ბინებს. პაატა სააკაძის ქუჩა ნომერ 19-ში კიდევ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.